საკმაოდ კარგი განცხადებაა ქართული ხალხისთვის, იმიტომ რომ რეალურად ქართულ ხალხს არ წარმოადგენს არსებული რეჟიმი, იმიტომ რომ ის როგორც BBC-ს გამოძიება მაჩვენა რეალურად ქართული ოცნება წირავს ქართულ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებებისთვის და ამავდროულად სასიკვდილოდ იმეტებს კიდეც მათ ჩვენ ვნახეთ წინა გაგასულ ზამთარს რაც მოხდა რეალურად 540 ადამიანი იყო ნაცემის სულ მცირე რაც სტატისტიკის მიხედვით ამოკრიბეთ არც ერთი გამოძიება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები თქვენი ფოტოც აქვს მოტანილი ძალიან სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ის არის რომ ადამიანები რომლებიც დღეს აქციაზე გამოდიან ისინი ითხოვენ თავისუფლებას თქვენ ალექსი თირქიას ბანერი გაქვს ფათაშორის რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებულია ამ აქციების დროს და ეს პროპაგანდა სამთავრობო პროპაგანდა ახლა რაღაც გაუგებარი მეთოდებით აშავებს მას და ცდილობს რაღაცნაირად არ ვიცი ვიტყვი ამ სიტყვას დაასცინოს ამ ადამიანს რომელიც ძალიან დაშავდა ამ აქციებზე ესეც აჩვენებს ქართული ოცნების სახეს ეს არ არის ახალი რასაც ქართული ოცნება აკეთებს ეს არის მისი პროპაგანდის ნაწილი და ყოველთვის ასე იქცევა დაზარალებული ადამიანების მიმართაც კი მნიშვნელოვანი არის ის რომ ქართული საზოგადოება რომელიც დღეს ქუჩაში დგას რომელიც დღეს აპროტესტებს სხვადასხვა გზით ის მყარად დგას თავის პოზიციაზე და მას აქვს მოლოდინი იმის რომ აუცილებლად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად რომლებიც ევროკავშირში არიან და რომლებიც მნიშვნელოვანი განცხადებებს აკეთებენ არის ის რომ ის ადამიანები რომლებიც ამ პროტესტში ჯერ ჩართული არ არიან მაგრამ მომავალში აუცილებლად ჩაერთვებიან ამ ადამიანების ჩართვა მაქსიმალურად სწრაფად უნდა განვახორციელოთ ჩვენი ადამიანებმა რომლებმაც უკვე დავინახეთ ჩვენი არსებული ხელისუფლების ნამდვილი სახე მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებებით ჩვენს ხელისუფლებას ვერ შევცვლით მნიშვნელოვანია ქმედება რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა განახორციელოს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს პროტესტში და მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა მივაწვდინოთ ხმა იმ შესახებ რომ არსებული რეჟიმი არის რუსული ის მოქმედებს ისე როგორც იმოქმედებდა რუსული ქვედანაყოფი საკუთარ ქვეყანაში და მას სურს რა ერთი მიზანი აქვს მხოლოდ საქართველოს გახადოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყანა რომელსაც გამოიყენებს როგორც გამოიყენებს როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფოს და საქართველოს იქნება ერთის მხრივ მისი რაღაც უკანა ბოსტანი, უკანა ბაღი, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება და ჩვენ წავაგვართმევს ჩვენს იდენტობას, ჩვენს ეროვნულობას, რომელიც გვაქვს და რომელსაც ასე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები.